სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში სექტემბრის თვეში. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ყველა ღვთისმოსავი მორწმუნე ადამიანი მისი ვიზიტის საქართველოში. თქვენ კარგად უწყით, რომ საქართველოს ეკლესიას პაპის ვიზიტი თავს მოახვია გარკვეულმა ძალებმა, რომელიც საქართველოს გარეთ იმყოფებიან და ზეწოლას და წნეხს ანხორციელებენ როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ეკლესიაზე. უნებრივია, რომ ჩვენ გვესმის იმ დიდი განსასწრების შესახებ, რომელიც პაპის ვიზიტის შემდეგ თავს დაატყდება საქართველოს. ასე იყო ოდითგან, როგორც კი პაპისტებს გზა ეხსნებოდათ საქართველოში, მაშინვე სხვადასხვა კატასტროფები, განსაცდელები არ აყოლმებდა და მოიწეოდა საქართველოზე და ქართულ ხალხზე. ასე იქნება ამ პაპის ვიზიტთან დაკავშირებითაც. მართლმადიდებელ და რომაულ კათოლიკურ პაპისტურ სარწმუნოებათა შორის განსხვავება ეხება ქრისტიანული სარწმუნოების თვით დედაარსს და იმდენად არსებითია, რომ პაპიზმი და მართლმადიდებლობა ორ სხვადასხვა რელიგიად წარმოგვიდგება. მართლმადიდებლობა რწმენას იმ სახით ინახავს, როგორი სახითაც იგი უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა. იქადაგეს მოციქულებმა, განმარტეს მსოფლიო კრებებმა, წმინდა მამებმა და ეკლესიის მოძღვრებმა. ქრისტიანობა ღმრთივ გამოცხადებულ რელიგიად გვევლინება და ადამიანთა მოსაზრებებით მასში ცვლილებების შეტანა სვლის ღმრთივ ბოძებულ ჭეშმარიტებას. იესო ქრისტემ მოწაფეებს თავისი მოძღვრების უცვლელად დაცვა უანდერძა. მოციქული პავლე ამბობს: არამედ დაღა თუ ჩვენ, გინდა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისა, რომელი იგი გახარეთ თქვენ, შეჩვენებულიყავ. რომის საკრებულომ ამ ცნების საპირისპიროდ შეცვალა სახარებისეული ჭეშმარიტი სწავლება და მრწამსი დოგმატი სული წმინდის მამისაგან გამომავლობის შესახებ. მიიღო პაპის უსტომელობის დოგმატი, გამოაცხადა იგი ღმერთის ნაცვლად დედამიწაზე. ასევე მიიღო სხვა ცრუ სწავლებანი, რითაც დაარღვია ეკლესიის ერთიანობა და მოცეკვლებრივი მემკვიდრეობა. განეშორა ღმრთის ეკლესიას და იქცა მიწიერ ორგანიზაციად, თავისი ამბიციური მიზნების განსახორციელებლად დაიკავოს მთელ ქრისტიანულ სამყაროში უპირველესი და ხელმძღვანელი როლი და დაიმორჩილოს ყველა ქრისტიანი, პირველ რიგში კი მართლმადიდებლები. ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი მისი მიზანია გახდეს მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის მიმდევართა სულიერი ბელადი და წინამძღოლი. ცდომილებათა გამო პაპიზმი, როგორც მწვალებლობა, ჭეშმარიტმა ეკლესიამ ანათემას გადასცა და ეს ანათემა დღესაც ძალაშია. ძირითადი დამახინჯება ეკლესიის სწავლებისა, პირველეს ყოვლისა გამოიხატა სახარებისეული სწავლების შეცვლაში პაპისტების მიერ. კერძოდ კი დოგმატის სული წმინდის გამომავლობის შესახებ, რითაც მან დაამცრო და შერყნა თვისება სული წმინდისა. ანუ დაგმო სული წმინდა. შემდეგი 1870 წლის ივლისში პაპ პიუს
მეცხრეს მიერ მოწვეულმა ვატიკანის პირველმა კრებამ მიიღო დოგმატი პაპის უცდომელობის შესახებ 533 ხმით ორის წინააღმდეგ, რომლის მიღებასაც დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა პაპიზმი. ამ დოგმატის გამოცხადებამ თვით კათოლიკურ სამყაროში გამოიწვია პროტესტი. უფალმა სარწმუნოების საკითხებში შეუმცდარობა მიანიჭა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პიროვნებას. პავლე მოციქული ამბობს, რომ ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. საქმე მოციქულთაგან ჩანს, რომ მოციქულებმა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად კრება მოიწვიეს, რომელზეც ერთობით და არა ცალკეული პიროვნების ავტორიტეტი დაამტკიცეს ეკლესიის სწავლება. თუ კი სული წმინდით აღსებულ მოციქულებს ჭირდებოდათ ერთმანეთის აზრის გაზიარება, რაღა უნდა ვთქვათ რომის პაპებზე, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ცალკე უნდა ითქვას ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ. პაპმა ინოკენტი მესამემ, რომელიც ზეობდა 1198-1216 წლებში, მოაწყო 4 ჯვაროსნული ლაშქრობა. აიღო და დაანგრია კონსტანტინოპოლი. 1212 წელს მოაწყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. 30,000 ბავშვს საფრანგეთიდან შეუერთდა 20,000 ბავშვი გერმანიიდან. მათი უმრავლესობა დაიღუპა ალპებში, დაიხრჩო ზღვაში. გადარჩენილები კი ეგვიპტეში მონებად გაიყიდა. პაპი გრიგოლ მეცხრე, რომელიც ზეობდა 1227-1241 წლებში, მისმა არმიამ მარტო ერთ სოფელში დახოცა 6,000 ქრისტიანი გლეხი. ამასაც ჯვაროსნული ლაშქრობა ერქვა. პაპმა დაალოცა ეს გამარჯვება. პაპის არმიამ ჯვაროსნებმა სასტიკად დაარბიეს წმინდა ათონის მთის მონასტრები და სავანეები, მათ შორის ქართველთა მონასტერი ივირონი. დახოცეს მართლმადიდებელი ბერები, ცდილობდნენ რა ძალადობის გზით მიეღებინებინათ მათთვის პაპიზმი. კათოლიციზმის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინკვიზიციას, საგანგებო საეკლესიო საგამოძიებო სასამართლოს. ინკვიზიცია მე-13 საუკუნეში დაიწყო დიდი ინკვიზიტორის ტორკვემადას დროს. ცოცხლად დაწვეს 10,000-ზე მეტი ადამიანი. ესპანეთში ინკვიზიციის პირველსავე წელს 1000-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად დაწვეს, აიყვანეს ეშაპოდზე ან ნაჯახებით მოჰკვეთეს თავი. 1492 წელს გადაასახლეს ყველა ებრაელი, 170,000 ოჯახი, მილიონამდე კაცი, დაახლოებით 3 მილიონი მავრი და ებრაელი. ინკვიზიციის ტრიბუნალის გენერალური ინსპექტორის ინსტრუქცია ასე მთავრდებოდა: გასრისეთ ყველა, ვიზეც თქვენი ჯაშუშები მიგითითებენ, დამნაშავენი და უდანაშაულონი, რადგან ჯობს 100 უდანაშაულო დაახრჩო, ვიდრე ცოცხალი დატოვო თუნდაც ერთი დამნაშავე. კათოლიკეთა სწავლება წმინდანთა ზეკმარი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე, რომელიც აღმოცენდა მე-13-მე-14 საუკუნეებში. მიიჩნევს, რომ წმინდანებს იმაზე მეტი კეთილი საქმეები აქვთ გაკეთებული, ვიდრე ეს მათი სულების ხსნისათვის იყო საჭირო. ასე რომ მათი მეტობა შეიქმს გარკვეულ კეთილ საქმეთა საგანძურს და პაპს უფლება აქვს მისცეს ეს კეთილი საქმე ინდულგენციის სახით იმ ადამიანებს, რომელთაც კეთილ საქმეთა ნაკლებობა აქვთ. აი ასეთი უნდა ვთქვათ ამაზე. სიცრუეც კი ნაკლებია, რო თქვა, რაღაც ალბათ უფრო მკაცრად უნდა შეაფასო, რომლისგანაც მე თავს შევიკავებ ახლა. სხვა სიტყვებით, ინდულგენცია არის ცოდვილთა გათავისუფლება სასჯელისაგან წმინდანთა ზეჯეროვანი დამსახურებების ხარჯზე, მათი ცოდვების დაფარვით
თავდაპირველად ინდულგენცია ეძლეოდა ჯვაროსნულ ლაშქრობათა მონაწილეებს, ხოლო შემდეგ იმ პირებს, რომელთაც ეკლესიის წინაშე რაიმე დამსახურება ჰქონდათ. შემდგომში ინდულგენციები ფულზე იყიდებოდა და უცთომელი პაპების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ინდულგენციები იყიდებოდა როგორც უკვე ჩადენილი, ასევე მომავალში ჩასადენი ცოდვების გამოსასყიდად. აი ამიტომ ვეძახით პაპს კომედიანს და პაპიზმს დიდ კომედიას საერთოდ. და შეგვედაონ კიდევ. ასე მაგალითად, ადამიანს შეეძლო წინასწარ გადაეხადა თანხა, ხოლო შემდეგ ჩაედინა ცოდვები. რასაც ეს თანხა ეღობოდა. ამისათვის შუა საუკუნეებში კათოლიკურ ეკლესიას შემუშავებული ჰქონდა სპეციალური ნიხრები. მოვიყვანთ ამ ნიხრის ზოგიერთ მუხლს. კლირიკოსი მკვლელი შენდობას იღებს 27 ლირის გადახდით. მამის, დედის ან დის მკვლელობისათვის შენდობის მისაღებად ცოდვილმა უნდა გადაიხადოს 17 ლირა, 14 სოლდი და 6 დინარი. საკუთარი შვილის დამღრჩობი მამა ან დედა შენდობის მისაღებად იხდის 17 ლირას და 14 სოლდს. ეპისკოპოსის მიერ განკვეთა გამოისყიდება 45 ლირად. პაპის ანათემა გამოისყიდება 45 ლირად. მკრეხელი, ქურდი, ხანძრისგამჩენი, მძარცველი და სხვა მსგავსნი შენდობას იღებენ 136 ლირად და 6 სოლდად. მრუშობაში დაჭერილი მონოზონი 500 დუკატს იხდის. ინდულგენციები მე-16 საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის განხეთქილებებისა და პროტესტანტიზმის აღმოცენების უშუალო მიზეზი გახდა. ამჟამად ინდულგენციები ეძლებათ მოწყალების საქმეებში მონაწილეობისათვის, გარკვეული რაოდენობის ლოცვათა წაკითხვისათვის და ასე შემდეგ, აგრეთვე ეკლესიისათვის და ეკლესიის სხვადასხვა საჭიროებებზე ტარიფიცირებული შემოწირულობებისათვის. პაპიზმის სრულ სწავლებანი კიდევ მრავალს მოიცავს, მაგრამ ვფიქრობ, მოყვანილიც საკმარისია, რათა დაურწმუნდეთ პაპისტური ეკლესიის ბოროტებასა და მწვალებლობაში. ისტორიულად საქართველოსთვის დიდი იყო სასტური პაპიზმისკენ მიდრეკისა, რომელიც განასახიერებდა პოლიტიკურ სიძლიერესა და კეთილ დღეობას. დღევანდელი გადასახედიდან კი ასევე ცივილიზაციას, ჰუმანიზმსა და დემოკრატიას. ვინც მიზეს შედეგობრიობის თვალსაზრისით დაკვირვებით გაანალიზებს პაპიზმის წარმოშობის შემდგომი პერიოდის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს, ის აუცილებლად აღმოაჩენს ერთ კანონზომიერებას. ქვეყნის ხელისუფალთა თუ ეკლესიის მდელმთავართა მიდრეკას პაპიზმისაკენ. უმალ მოხვებოდა ხოლმე ურდოთა, უმეტესწილად მაჰმადიანთა მიერ ქვეყნის დარბევა და დანაწევრება. უწყოდა უფალმა ქართველთა მეტის სიმტკიცე გამუსულმანების წინააღმდეგ და ცოდვილი სისუსტე პაპიზმისაკენ მიდრეკილებისა. საქართველო მოაქცია მუსულმან სახელმწიფოთა და ტომთა აგრესიულ გარემოცვაში უფალმა, რაც იქცა გარკვეულ ფარად და ბარიერად პაპიზმის გავრცელებისა საქართველოში. ცალკე საკითხია ის სიცრუე, რომლითაც პაპიზმის მისიონერები ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობის ცთუნებას. ისინი პირდებოდნენ ახალ მოქცეულებს თურქთა თავდასხმებისაგან დაცვას. თუ როგორ დაიცვა პაპმა და მისმა ქვეშევრდომებმა ჩვენი სახელმწიფო საქართველო თურქთა თარეშისაგან და რა გამოიტანეს გაკათოლიკებულმა ქართველებმა იმ სახელგანთქმული ვერსალიდან, ეს საქართველოს ისტორიაში ზედმიწევნითაა ცნობილი. ალბათ გასაგებია სულხან საბა ორბელიანზეა საუბარი. და ეხლა ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა დღევანდელ პაპზე. დღევანდელ პაპზე, კერძოდ ფრანცისკეზე, რომელიც განსაკუთრებული ექსცენტრიზმით გამოირჩევა. ასეთი მსახიობი
კომედიანტი მართლაც ძალიან ძნელია რომ სადმე მოძებნო. ისტორიულად პაპებს შორის. მათ რაღაც მაინც გარკვეული გადახრები კი ჰქონდათ ყველას, მაგრამ თავისი თავშეკავებულება ახდათ და ეს ადამიანი აცხადებს ხმამაღლა, რომ თურმე ეცხადებიან სხვა პლანეტელები, უცხო პლანეტელები და აპირებს უკვე მათ მონათვლას. ეს მისი განცხადებაა. შემდეგ ბოდის სუხდის სოდომიით დაკავებულ ცოდვილებს. თუმცა მის სამშობლოში არგენტინაში რა ხდებოდა ინტერნეტის საშუალებით თელმა მსოფლიომ შეიტყო. ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს ნანახი გაქვთ ეს კადრები, კერძოდ ეკლესიას გარშემორტყმული მორწმუნეები, რომლებიც იცავდნენ კარს შესასვლელს ეკლესიისას, გათავხედებული მამათმავლებისაგან და დედათმავლებისაგან, რომლებიც აფურთხებდნენ, საცოლებს აყრიდნენ, ქალის საცოლებს აყრიდნენ ამ მამაკაცებს და იქვე ორნაბიჯში იდგნენ პოლიციელები და ხმას არიღებდნენ. ეს კადრები ძალიან ბევრმა ნახა ინტერნეტის საშუალებით. აი ამ ასე ვთქვათ, ველურებს, აგრესორებს, არაადამიანებს, შეიძლება ასე ვთქვათ, ბოდის სუხდის პაპი ფრანცისკე და ბოლოს ძალიან საინტერესო, რომელიც საინტერესო გამონათქვამია პაპის, რომელიც პირდაპირ გასაგებს ხდის ყველაფერს, რაც შეეხება მის პერსონას. კერძოდ, სომხეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ პაპი ფრანცისკე თვითმფრინავში ჟურნალისტებს გაესაუბრა. კათოლიკე ეკლესიის მეთაურს კითხვა კრეტის მართლმადიდებლური კრების შესახებაც დაუსვეს, რომელსაც კათოლიკე მაღალ იერარქები დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ. აი ციტატა მისი პასუხიდან. გადაიდგა ნაბიჯი წინ, თუმცა არა 100%-ით, მაგრამ ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. იმ 4-ს, ანუ 4 ეკლესიას, ვინც არ წავიდა, ამის გაკეთება სურდა ცოტა მოგვიანებით. პირველი ნაბიჯი შესაძლებლობების ფარგლებში გადადგმულია. როგორც ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯს, ისე როგორც შეუძლია. ჯერ ისინი მოძრაობენ როგორც კატები და შემდეგ ისინი დგამენ პირველ ნაბიჯს. მე ბედნიერი ვარ, მათ ისაუბრეს მრავალ საკითხზე, ვფიქრობ, რეზულტატი იქნება პოზიტიური. ის ფაქტიც კი, რომ ავტოკეფალიური ეკლესიები მართლმადიდებლობის სახელით შეიკრიბნენ, ერთმანეთის პირისპირ დასწნენ იმისათვის, რომ ერთად ელოცათ და შესაძლოა მოეყოლათ რაღაც ანეკდოტები. ეს ძალიან პოზიტიურია. მადლობ უფალს, შემდეგ ჯერზე იქნება უფრო მეტი უფლის კურთხევით, განაცხადა პაპმა. აი ესეთი შეურაცხყოფა მიაყენა მან მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს. გასაგებია, რომ იგი ძალიან გამწარებულია, ეხლა ისე როგორც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომ მათ მიერ შეკოწიწებული რაღაც კრების მსგავსი, ეგრეთ წოდებული დიდი კრება ჩაიშალა ფაქტიურად და აქედან გამომდინარეა, რომ ემოციებს ვერ თოკავს და აი ასე პირდაპირ განიკითხავს და შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ჯერ კატებს შეადარა ის იერარქები, რომლებიც იქ იყვნენ ჩასულები, თუ რომლებიც არ იყვნენ იქ ჩასულები და შემდეგ კი ასე ვთქვათ, პირდაპირ მათ მიერ მოწვეული კრება და ის მსჯელობა, რომელიც იქ შედგა, მიამსგავსა ანეკდოტების მოყოლას. და ეს ადამიანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ბუნებრივია, რომ ყველა ქართველი, ყველა სული და გულით მართლმადიდებელი ქრისტიანი წინააღმდეგება მის ვიზიტს საქართველოში. მე მინდა გავაფრთხილო, როგორც ხელისუფლება, ასევე ყველა ის სასულიერო პირი, რომელიც დადებითად და კეთილად არის განწყობილი პაპიზმის და კერძოდ ამ პაპის მიმართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ შედგეს პაპის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ვლოცულობთ ამისათვის, თქვენს გეძლევათ ყველას ლოცვა კურთხევა,
რომ ვილოცოთ, რათა აი ამ გარყვნილი ადამიანის გარყვნილება ქვია იმას, როცა სარწმუნოებას გვიგინებს. ეს არის ამაზე მეტი გარყვნილება არაფერი აღარ არის. მარტო ის არ არის გარყვნილება, რომ რაღაც უზნეობა ჩაიდინა. ყველაზე დიდი გარყვნილებაა სარწმუნოების შეურაცხყოფა. ჯერ მართალ სარწმუნოებას მოწყვეტა და შემდეგ შეურაცხყოფა შენი ჭეშმარიტი მართალი სარწმუნოებისა. სულს რომ აქ ჩამოვიდეს. ღმერთი შეგვეწევა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეწევა, რომ ეს ვიზიტი არ შედგეს. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგვიწყოთ.